ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის არის ყველაფერი ძალიან საინტერესო, მათ შორის ორსულებისთვის, ჩვილებისთვის, რკინა ჩვენს ორგანიზმში. ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ხშირად ისმევა ხოლმე კითხვები შუადღეში და ჩვენ მოვიწვიეთ სტუმრები, მე წარმოგიდგენთ ჰემატოლოგი ქალბატონი ნანა ლოლაშვილი, ჰემატოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ასევე პედიატრი ქალბატონი მაია ხერხეულიძე, იაშვილის სახელობის ბავშვთა პედიატრიული კლინიკასთან არსებული ბავშვთა გლობალური განვითარების ხელშეწყობის ცენტრი და ასევე ეკატერინე ქავთარაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი. ჩავარაკრაკე? ხო, სტუდიაში, მოგზანდით. მოგზანდით. გამარჯობა. გამარჯობა. ხო, მოგზანდით. მოგესალმებით. მოგესალმებით, დაბრძანებით. ესე იგი, გზაში დაგაწევთ. მოგესალმებით. რა არის ეს რკინის დეფიციტი და რამდენად საზიანო ორგანიზმში? ეხლა ჩვენ ცოტა იუმორით წარმოადგენთ ეს ყველაფერი, მაგრამ საყოველთაოდ სულაც არის საქმე. მეც ასე მგონი. როგორც ვიცით. რკინა ერთ-ერთი მოგესალმებით, ალბათ მე დავიწყებ ამ რკინაზე საუბარს, მე ბავშვთა ასაკზე ალბათ მაია ასე ვთქვათ გააგრძელებს ამ საუბარს. რკინა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიკროელემენტი, რომელიც მონაწილეობას ღებულობს მთელ რიგ პროცესებში, როგორც არის შედის ჰემოგლობინის შემადგენლობაში, აგრეთვე ფერმენტების, მიოგლობინის და ღებულობს მონაწილეობას იმუნურ პასუხში. ამიტომ რკინის დეფიციტი შეიძლება გახდეს ძალიან სერიოზული გართულებების მიზეზი. რკინის დეფიციტი იწვევს რკინადეფიციტური ანემიას. რკინადეფიციტური ანემია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით არის ყველაზე გავრცელებული დაავადება მსოფლიოში, ანუ ის 10 ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა შორის პირველ ადგილზე არის. როგორ გამოიხატება რა როგორ მისი რკინის დეფიციტი შეიძლება იყოს სხვადასხვა მიზეზებით გამოწვეული. ეს არის სისხლის ტენები, ეს არის ჭარბი მოთხოვნილება რკინაზე, განსაკუთრებით ეს ორსულთა ასაკში, ორსულობაში, გარდატეხის ასაკში ბავშვთა ჩვილებს უვითარდებათ, როდესაც იზრდება მოთხოვნილება რკინაზე. თუ ჩვეულებრივად ჭარბი მოთხოვნილება რკინაზე ეს ჩემთვის აი თქვენთვის უცხოა, მაგრამ ეხლა რაშია საქმე? საკვებზე რომელიც შეიცავს რკინას ალბათ. ეხლა რაშია საქმე? მამაკაცისთვის ყოველდღიურად საჭირო არის 1 მილიგრამი რკინის მიღება. ქალისთვის რეპროდუქციულ ასაკში საჭირო არის 2-ჯერ უფრო მეტი რკინა, ანუ 2 მილიგრამი რკინის მიღება. ჩვენ ამას ყველაფერს საკვებიდან ვხებულობთ. ორსულობის პერიოდში, განსაკუთრებით მეორე-მესამე ტრიმესტრში, ეს მოთხოვნილება კიდევ უფრო იზრდება და დღეში საჭირო ხდება 6 მილიგრამი რკინა. რამდენი კილო ვაშლი შეიცავს სიტყვაზე? აი ძალიან კარგი კითხვა არის, რომ როდესაც ვაშლზე და ხილზე დამწვეთ საუბარი, რატო? იმიტომ რომ პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ რკინის დეფიციტი იწვევს, თუ განვითარდა რკინის დეფიციტი, იწვევს რკინადეფიციტურ ანემიას. მინდა აი ხაზგასმით ვთქვა, ყველა რომ მიაქციოს ამას ყურადღებას, რომ მხოლოდ კვებით შეუძლებელია უკვე არსებული რკინის დეფიციტის გამოსწორება. როდესაც ეუბნებიან ავადმყოფს, რომ აი თქვენ მიირთვით იქ ვაშლი თუ ჭარხალი თუ პროცეული თუ წითელი ღვინო დალიეთ, ეს აბსოლუტურად მცდარი შეხედულება არის. საკვებით შეიძლება მხოლოდ ფონი შევქნათ იმისთვის, ანუ ფიზიოლოგიური მოთხოვნილება, რომ დააკმაყოფილოს ადამიანს, რაც არ უნდა კარგი დიეტა დაუნიშნოთ ავადმყოფს, ის იქიდან მიიღებს მხოლოდ იმ რაოდენობას რკინას, რაც მას იმ დღეს ესაჭიროება. და ეს აუცილებელია, რასაკვირველია, მაგრამ თუ უკვე განვითარდა რკინის დეფიციტი, აუცილებელი არის რკინის პრეპარატების დანიშვნა და რაც შეეხება იმას ვაშლთან დაკავშირებით, ეხლა რაშია საქმე? რკინა არის ორი სახით საკვებში. ეს არის ორვალენტიანი და ჰემინური რკინა და სამვალენტიანი რკინა. აი ეს ორვალენტიანი რკინა არის ცხოველურ პროდუქტებში, ხორცში, განსაკუთრებით წითელ ხორცში. იქიდან იწოვება 20% რკინა. მცენარეულ საკვებში, რაც არ უნდა კარგი დიდი რაოდენობით იყოს რკინა. ეს არის ვაშლი, ცხილი, ბოზნეულს, რასაკვირველია ეს ყველაფერი საჭირო არის, მაგრამ თუ რკინის კუთხით მიდგებით, ასე ვთქვათ, იქიდან იწოვება მხოლოდ 3-5% საუკეთესო პირობებში. ასე რომ აი რასაკვირველია ძალიან კარგია ვაშლის მირთმევა ძილის წინ, მაგრამ ეს ნამდვილად და ეხლა მარტო რკინას არ ვღებულობთ, ჩვენ სხვა მიკროელემენტებიც გვჭირდება, რასაკვირველია ყველაფერი. მაგრამ აი ესეთი სახით რკინა არ შეიწოვება, ამიტომ რომ ჯობია რომ არ მიირთვან, რასაკვირველია. ასე რომ რაც შეეხება იმას, რომ რა გართულებებს და რა სერიოზულ პრობლემებს შეიძლება წაუწყდეს, აქ ძალიან ბევრი პრობლემები შეიძლება შეიქმნას.
ყველაზე საწყენი არის ის, რომ ეს ძალიან ადვილი სადიაგნოსტიკო და ძალიან ადვილი სამკურნალო დაავადება არის და სამწუხაროდ ძალიან გვიან მიდიან ხშირად ექიმებთან და ეს გაცილებით უფრო სერიოზულ პრობლემებამდე გამოვლენა არ ხდება, თქვა შეიძლება მე აი რატო ხდება? აი ეს კითხვაც კარგი არის. სიმპტომი ხო უნდა ვიცოდე, თქვა. სიმპტომები არის აი ასეთი, ეხლა ქალტონ მაიას მე როცა ბავშვებზე მე ძალიან თავზე ავიღე საუბარი. სიმპტომები აი ესეთი არის, ზოგადი სიმპტომებით იწყება, მთელი უბედურებაც ამაში აქვს, ასე ვთქვათ, დიაგნოსტიკის, რომ ძალიან ნელა ვითარდება ხშირ შემთხვევაში ეს პათოლოგია და ამიტომ დიაგნოსტიკა გვიანდება ხოლმე. გონი ადამიანს, რომ ის ასეც უნდა იყოს, რომ ნელ-ნელა დასუსტა და ასე შემდეგ. თუ ეხლა რაღაც სერიოზული ესეთი პრობლემა არ იქნა, სისხლის დენა, რაღაც ხილული. ჩეულებები არის საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, თავბროს ხვევა, თმის სვენა, ფრჩხილების მტრევა, გაუკუღმართებული გემოვნება. გაუკუღმართებული გემოვნება, სხვა შორის, აი ეს კი ნამდვილად არც ერთ სხვა პათოლოგიას არ ახასიათებს. ხშირ შემთხვევაში ცარცი, გაჯი, ნახშირი, ყინულს ყლაპავენ და ასე შემდეგ, ეს მხოლოდ რკინადეფიციტური ანემიის გამოვლინება არის და ამ შემთხვევაში უნდა ვიდრე ქალბატონ მაიასთან გადავალ, ქალბატონ ეკას მინდა ვკითხო, ზოგადად რა მდგომარეობაა ამ რკინის დეფიციტის მხრივ სოფლიოში და საქართველოში რომ რაღაც პარალელი გავავლოთ, ხო შეგვიძლია? მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, ძალიან დიდი მადლობა რომ დრო დაგვითმეთ. იქ მადლობა რომ თქვენ გამონახეთ დრო და მოხვედით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, როგორც ქალბატონმა ნანამ აღნიშნა ზოგადად სოფლიოში. დაახლოებით 2 მილიარდი ადამიანია რკინადეფიციტური ანემიით დაავადებული, რაც მოგეხსენებათ საკმაოდ დიდი რიცხვია. ჩვენთან ჩატარებულია 2009 წელს ნუტრიციული კვლევა, რომელმაც გამოავლინა, რომ ჩვენი ქვეყანა განეკუთვნება საშუალო სიმძიმის ქვეყანათა რიცხვს ამ რკინადეფიციტური ანემიების კუთხით, თუმცა გულხელდაკრეფილები ნამდვილად ვერ ვიქნებით და არის მთელი რიგი კომპლექსური ღონისძიებები ჩასატარებელი ამ მიმართულებით, რომ უფრო არ გაღრმავდეს ეს პრობლემა და პირიქით მაქსიმალურად შევამციროთ ავადობის ტვირთი ჩვენი ქვეყნისთვის. ამ მიმართულებით დაავადებათა მე ხა სახელმწიფო სახელით ვილაპარაკებ, ბევრი ღონისძიებებია დაგეგმილი, პირველ რიგში რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოსახლეობას უნდა გავაცნოთ ჯანსაღი კვების წესების და უნარჩვევების შესახებ, რითი შეიძლება რომ გამოვრიცხოთ ზოგადად რკინადეფიციტური ანემიის განვითარება და ასევე ამასთან ერთად არსებობს მთელი რიგი კომპლექსი, მათ შორის განსაკუთრებით ორსულ ქალებში, ჩვილ ბავშვებში, 0-დან 24 თვემდე ასაკის ბავშვებში, რომელსაც ქალბატონი მაია უფრო განავრცობს, რა არის ის კომპლექსური მიდგომის გზები, რომლითაც ვთქვათ ავადობის ტვირთ შევამცირებთ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის როგორც მულტივიტამინების კომპლექსი, რომელიც ამ რკინის შემცველი პრეპარატების მიღებით შემოიფარგლება, ასევე ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია პურის ფქვილის ფორტიფიცირება, ანუ რკინით გამდიდრება, რომელიც მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაშია, მათ შორის იმ ქვეყნებში რომლისკენაც ჩვენ სწორებას ვაკეთებთ, ევროპა, ამერიკის შეერთებული შტატები და კვლევები აჩვენებს ამას და ცხადყოფს, რომ მას შემდეგ რაც ფორტიფიცირებული ფქვილით ხდება დამზადება პურის, რამდენად შემცირდა დაავადებათა მაჩვენებელი კონკრეტული რკინადეფიციტური ანემიისა. როგორ სკოლაში უდგინდება ბავშვებს, აი როგორ მოქმედებს ზოგადად? საერთოდ ვიტყვი, რომ ყველაზე დიდი რისკი არის ბავშვთა ასაკი, განსაკუთრებით ეს არის 2 წლამდე ასაკი და მერე არის პუბერტატული პერიოდი, ანუ სქესობრივი მომწიფების პერიოდი. რატომ? იმიტომ რომ ორივე შემთხვევაში ხდება ყველაზე უფრო სწრაფი ზრდა განვითარება და ამ სწრაფი ზრდა განვითარების პერიოდში გჭირდება უფრო მეტი მარაგი. როგორ ვადგენთ? ვადგენთ, რა თქმა უნდა, იმ კლინიკური სურათის მიხედვით, რომელიც აქ ქალბატონმა ნანამ თქვა, მაგრამ მე აუცილებლად უნდა გავამახვილო ყურადღება, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვთა ასაკში, კავშირი რკინის შემცველობაზე და ბავშვთა განვითარებაზე. იმიტომ რომ საერთოდ ყველაფერი ჩვენ რითიც ვიკვებებით, მაკრონუტრიენტები და მიკრონუტრიენტები, ანუ მაკრო და მიკრო ელემენტები ძალიან დიდ როლს ასრულებს, როგორც ჩვენი ფიზიკური განვითარებისთვის, ასევე ჩვენი გონებრივი განვითარებისთვის. რკინა არის ერთ-ერთი მათგანი. რკინა არის აუცილებელი თითოეული უჯრედისთვის, რომ ენერგია წარმოიქმნას. რკინა თუ არ არის, ενέργεια ვერ წარმოიქმნება და ესეც არის ის ჩვენი ადვილად დაღლა, შრომის უნარის დაქვეითება, დასუსტება. ისე ყველასა გვაქვს?
არა. ესე გამოდის რა. აჩიკოს გარდა, იმიტომ რომ ეს არის. არა, იმიტომ რომ ამას კიდევ ქრონიკული დაღლის სინდრომიც არსებობს, რომელიც გადამეტებული მუშაობით არის განპირობებული. საქართველოში ქალს აქვს. ხო, აი, ნუ არა, ბევრს აქვს. ხო, ეხლა რასაც ამბობ, სიმპტომები. ბავშვებში არის 22% საქართველოს ეს ბევრი არის. ეს არის მეოთხედი და ეს არის უზარმაზარი რაოდენობა, იმიტომ რომ ბავშვებში ძალიან მოქმედებს განვითარებაზე, განსაკუთრებით შემეცნებაზე და განსაკუთრებით ყურადღების კონცენტრირების უნარზე. ანუ როგორც ესეთი ბავშვები არიან გაფანტული, ერთ რაღაც დავალებაზე უჭირთ ძალიან კონცენტრირება და შემეცნებაზე დღესდღეობით ძალიან ბევრი კვლევა ტარდება და განსაკუთრებული მონაცემები არსებობს, რომ მათემატიკური უნარები განსაკუთრებით ქვეითდება. თქვათ, ნაკლებად მოქმედებს კითხვაზე, ნაკლებად მოქმედებს წერით უნარებზე, მაგრამ ქვეითდება თურმე ეს მათემატიკური უნარები. და მეხსიერება, რომელიც ჩვენ გვერდით გადის ხოლმე, როგორც თქვენ თუ არ ილაპარაკეთ, სახელმწიფო თუ არ ილაპარაკ ამაზე, ხალხი ამას არ დაუფიქრდება, ჩვენი მენტალიტეტი ძალიან ხშირად არის, რომ ამასთან ასოცირდება ბევრი რაღაც, იმიტომ რომ მოყავთ აი ჩვენთან მაგალითად ცენტრში განვითარების, მოყავთ პაციენტი განვითარების რაღაც პრობლემით, რომ არის ძალიან ჰიპერაქტიული, პრაქტიკულად სულ მოძრაობს, ვერ ჩერდება, ყურადღების კონცენტრირებას ვერ აკეთებს და ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება გამოვიკვლიოთ და დავადგინოთ, რომ არის ამისი მიზეზი რკინა დეფიციტი. უმარტივესი არის ჯერ გამოკვლევა ჯერ ეს ერთი როდესაც ვეხებით განვითარებას ვაფასებთ განვითარებას უამრავი ტესტი არსებობს განვითარების შეფასების სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა არის ინტელექტუალური ტესტები არის მოძრაობითი უნარის შესაფასებელი ტესტები არის ლინგვისტური უნარების შესაფასებელი ტესტები ამას დავანებოთ თავი თუ ჩვენ მივიტანეთ ეჭვი რომ რკინის დეფიციტია აქ აი ეს ორი ძალიან დამახასიათებელი ნიშანი ხო ეს მადის გაუკუღმართება რომელიც ხშირად არის ხოლმე და მშობელი მოდის გეუბნებათ რომ აი ცარც ჭამს იპარავს რაღაც ნახშირს რამდენი ჭამდა ჩემი კლასელი ნახშირს ძველი პრობლემა ყოფილა მიწას მიირთმევს ყნოსვის გაუკუღმართება ხშირად რომ აცეტონს თქვა ბენზინის სუნი რომ მოგწონს აი ესეც ძალიან ხშირად ასოცირებულია რკინის დეფიციტთან მე არის მარტივი სისხლის საერთო ანალიზი სისხლში რკინის განსაზღვრა და ჩვენ შეიძლება ოპერებული და ბოდიში ხდევისაც მოსწონს ბენზინის სუნი რკინის დეფიციტი აქვს მედიცინა არ არის 100%. აი ეს რა ყველაფერი ხო ვიცით ეხლა ეს ყოველდღიური ამბავია ცარცის ჭამა ბენზინის სუნი რაკაის სუნი აქვს საწვავს ანუ ეს არ ვიცით უბრალოდ რის გამოა ეს დეფიციტზე საუბრობ და ზედმეტი შეიძლება რომ იყოს ორგანიზმში შეიძლება იყოს ზედმეტი რკინაც ეს რაშება ეხლა ამოდისმები ამომდის თუ როგორ არის მოზრდილებში ბავშვებში შედარებით ნაკლებია იგივე თანდაყოლილი პათოლოგიები არის მათ შორის თალასემია რომელიც საქართველოსთვის საკმაოდ აქტუალურია ასევე საბედნიეროდ ახლა ჩვენთან უფრო მსუბუქი ფორმები არის როდესაც რკინის სიჭარბე არის გარდა ამისა არის სხვა თერაპიული პათოლოგიები ღვიძლის პათოლოგიები რომლის დროსაც შეიძლება რკინის რაოდენობა იყოს ზომიერება ყველაფერში არის რეალური ალბათ ფაქტია ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ერთი ფაქტორი რაც არ მინდა რომ გამომრჩეს ეს არის ძუძუთი კვება რომელიც იმ პერიოდის ასაკის ბავშვებს რომლებიც ძუძუზე კვების ქვეშ არიან ძალიან იცავთ რკინა დეფიციტური მეთხანს უნდა 0-დან 6 წლამდე ასაკი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 6 თვემდე ბოდიში და განსაკუთრებით 0-დან 6 წლამდე ასაკი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით და ყველა დედას მინდა მოვუწოდო რომ თავის შვილს ამ ძალიან მნიშვნელოვან სარგებლოს ნუ დააკლებს და ყველა მართლაც ჩავერთვები უბრალოდ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ თითქოს დიდი რაოდენობით არ შეიცავს ქალის რძე შეწოვა არის ყველაზე უკეთესი ანუ ქალის რძიდან პრაქტიკულად 50-დან 80%-მდე თითქმის მთლიანად აითვისება სხვა რძიდან ნაკლები მაგრამ ესეც მნიშვნელოვანია რომ 6 თვის მერე აუცილებლად უკვე ჭირდება ბავშვს დამატებითი კვება და მხოლოდ დედის რძე თუნდაც ის იმყოფებოდეს ძუძუზე მარტო ეს არ აკმაყოფილებს და თუ ჩვენ დროულად არ შევიტანეთ იქ ფაფები იქ ბოსტნეული ხილი და ასე შემდეგ და არიან იცით განსაკუთრებით რაიონებში ხშირად არის ხოლმე რომ ჩამოდის 9 თვის ბავშვი 10 თვის ბავშვი არის და მარტო ძუძუზია მხოლოდ ძუძუს იღებს იმიტომ რომ ძალიან მოსწონს ფიზიკურად შეიძლება ვითარდება მაგრამ ამ დროს ძალიან ხშირია ხოლმე რომ სწორედ აი ესეთი მიკროელემენტები ეს დეტალებია რომ ამას ძალიან დიდი ყურადღება უნდა ეხა იმ დროს ყალიბდება ორგანიზმი რაღაცა განვითარების პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ დედარითი იკვებება ხო ძალიან
ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებლად მას არ უნდა კონდეს რკინის დეფიციტი და აქ მე მინდა ესე იგი გამომახვილო ყურადღება კიდევ ერთ საკითხზე, რომ როგორც თქვით, ორსულობის პერიოდში გაზრდილი არის მოთხოვნილება რკინაზე და ნორმალურ პირობებშიც კი თუ არ ქონდა ანემია მანამდე, რკინის დეფიციტი, ორსულს 2 წელი არის საჭირო იმისათვის, რომ მან აღიდგინოს ის, ასე ვთქვათ, დანაკლისი, რაც მას აქვს. ასე რომ 2 წელზე ნაკლები თუ არის ინტერვალი ორსულობას შორის, აუცილებლად საჭირო არის, რომ მან რკინა მიიღოს, იმიტომ რომ აუცილებლად რკინის დეფიციტი ექნება მეორე ფეხმძიმობის დროს და ასევე ტყუპი ნაყოფი თუ არის, აი ამ შემთხვევაში ძალიან ხშირად რკინის დეფიციტი ვითარდება. ეხლა ჩვენ შეიძლება გავიგია, რომ ჩვენი ბავშვობიდანაც ესე იყო, რაც უგემურია, ყველაფერი სასარგებლოა, მშობლები ესე გვეუბნებოდნენ. ხო და რა მაინტერესებს, რომელი პროდუქტებია, თქვა, ხო არის ზოგი ყველაფერშია აბსოლუტურად თუ არის ზოგი პროდუქტი, რომელიც განსაკუთრებით მე ამას დავიწყე საუბარი. ესე რკინით მდიდარი პროდუქტები. პირველ რიგში ყველაზე კარგად რკინა იწოვება ჰემინორი რკინის სახით, ანუ ეს არის წითელი ხორცი. ეს არის ძროხის ხორცი, ხბოს ხორცი, შემდეგ მოდის ღორის ხორცი, ცხრიდან შედარებით.